ბარის გაკეთებას წინა ვიდეოში რაც გაჩვენეთ და ამ შემთხვევაში უნდა გაჩვენოთ თავი ძირი როგორ გამზადდება, თარგი როგორ მოერგება და იდენტურ დეტალს როგორ გავამზადებთ. საბოლოო სახემდე დაგვრჩა სულ ცოტა ხანი და ემას ძალიან მალე ნახავთ დასრულებულს. ძირი უკვე გამზადებული გვაქვს, ეხლა უნდა გადავიტანოთ ანალოგიური ზომა, შემოვხაზოთ, მერე ლობზიკით შემოვჭრათ და ფრეზით უნდა შემოვასწოროთ. ლობზიკს ეს შემოვჭერით ლობზიკით, ეხლა დაგჭირდება ფრეზი და ჟიმოკები. ახე აი ხა ეს უნდა გავასწოროთ ზუსტად. მერე დავაჟიმოკოთ, რომ მოძრაობაში არ იყოს და უნდა შემოვატაროთ ფრეზი და ესე ეს არის ჩვენი ფრეზი, რომელიც ძალიან გვეხმარება ესეთ საქმეებში და ვიწყებთ. ეს ერთი მხარე, ეხლა მეორე მხარესაც იდეალურად გავაკეთეთ. აი ეს ვაჩვენოთ როგორი იდეალური ისტორია დაცული. ხო. ეხლა კიდევ რა ხდება? გავჩერდები ცოტა ხანი და გეტყვით. აი ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ, განახოთ, რამდენად სასიამოვნოა ამ ყველაფრის კეთება. ნუ ხანდახან არც თუ ისე სასიამოვნოა გააჩნია. დამკვეთს გააჩნია როგორი ხასიათებისა და როგორი ადამიანი, მაგრამ ბოლო ჯამში, ბოლო შედეგით ჩვენც რო კმაყოფილები ვართ ხოლმე და დამკვეთს რო კმაყოფილია და აი ამ პროცესის გაზიარება ჩვენთვის კიდევ მნიშვნელოვანია და კიდევ არის მნიშვნელოვანი რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. გავაგზავნოთ. შედეგი გვაქვს ესეთი ორი იდენტური დეტალი, რომელიც შემდგომში უკვე ბარისთვის თავიბოლოდ გამოდგება. ახლა გაჩვენებთ რამდენად სწორი მოერგება. ეს წავიდა ძალიან კარგად და ახლა მეორე მხარე არის ესეც შვერილად დაჯდა. ეხლა უნდა შევაწებოთ 45 გრადუსში ჩავჭერით ეს დეტალები. აი ეს ბარის ოვალი ჩავჭერით 45 გრადუსში, ესეც 45 გრადუსში და უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან. აი ეს რომ დასაჯდომი ადგილი გაგვიჩნდეს. ამისათვის საჭიროა ვიყენეთ ეგრეთ წოდებულ გიჟების წებოს, კარგად ცნობილი და გავრცელებული ხელოსნებში მით უმეტეს. ესეთი რამეა სახში ყველას უნდა ქონდეს ერთი მიცადა. აი ასე შევაწებ
1 სკაფ და წესით რამდენიმე 20 წამში 15 წამში უნდა გაშრეს. ეს უკვე დადგა. იგივეს გავაკეთებთ მეორე ბარის მეორე მხარეზე. ეხლა ეს უნდა გავასწოროთ ბარის წინა მხარე, უკანა მხარე. და ამას შემოვხაზა, შევჭრი. ეს მეორე მხარე. არ გეგონოთ რომ სულ მარტო მუშაობ ხოლმე, ამ დროს 2-3 კაცი სულ მეხმარება ხოლმე და სულ ჩემ გვერდით არის. უბრალოდ ვიდეოსთვის ესე მეტი ის აქვს რა ეფექტი რა, ვითომ მარტო ვაკეთებს კაცი და რაღაცა. აი ეხლა, აი ეს ადგილი ჩვენ გავაკეთეთ იმის გამო რომ ეს არის ბარის გვერდები და შეწეული ნაწილი, სადაც რომ სკამი კრეს რომ დაიდგმება, ბარის სკამი უბრალოდ და მუხლი რო არ მოვედოს ადამიანს რა. ხო, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? უნდა მოვხაზოთ და მე უნდა შევჭრათ. ეს შემოვხაზოთ. ეს აქედან ამებს აუმეტყავ და ამაზე ხა რა უნდა გავითვალისწინო? ერთი ლამინატით შიგნით უნდა გადავიდე. რო ის არის. სწორედ გაკეთდეს რა, ზიქით წინდა რომ მოიდოს. так. ანუ ეს დეტალი ხა ცოტა გაღუნულია, შეიძლება მომატყუოს, ამიტომ ესე გავხაზავ, ჯერ წინა მხარეს გავხაზავ. მერე მოვხაზავ უკვე შიდა მხარეს. აი ესე. ეს აქამდე შეიჭრება, მეგობრებო. ესეც აქამდე შეიჭრება. იგივენაირად გაკეთდება თავზეც. აი ხა შემოვჭირდ ბარის ის ადგილი, სადაც დასაჯდომი სივრცე უნდა იყოს და ჩავსვათ უკვე აი ამ გულს. აი ესეთ ვარიანტში და აბა ნახოთ როგორი სიტუაცია. მე მგონი ლამაზი რაღაცა გამოგვდის, ხო? ხო, გაიდამე გამოდის. ბოლო იქნება სასწაული რა, გიფიცებით რა. ძალიან მაგარი რამე იქნება. ეგ არის რა. ეგ არის რა. თუ გინდა შეგიდანაც აჩვენე ვაფშე რა. ძალიან ლამაზია. და პროცესი კიდე ამის კეთების პროცესი აი ძალიან საკაიფო რაღაცაა რა. ხო საწვალებელია, ხო სართულოა, მაგრამ რო აკეთებ და შედეგს ელოდები, აი ეს მოლოდინი არის ყველაფერი, რაც ამის კეთების ძალას გაძლევს, ესე რომ ვთქვა.